ლადოზე ვიტყვი იმას, რომ რადიოში მოვისმინე, ლადოს ვიცნობდი უკვე კარგად. პირადად ვიცნობდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მუსიკა დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ რადიოში დარეჯან გულიაშვილის გადაცემაში რომ მაიცა, მოდი მალე მაშინ იმღერა 88 წელს. ვაუ. აი მაშინ მე მივხვდი, რომ აი ეს უკვე ანუ რას მივხვდი, იცი რომ იმპულსი და ინსპირირება კაცს მიღებული აქვს, გასაგებია რომ როგორც ფორმა მუსიკალური იქიდან, მაგრამ მეორე მხრივ იდეა რა სიმღერას რატომაც წერს, ყვებავს ის გარშემო რეალობა და ეს ტრავმები, რაც ეს ხალხი ყველას იღებდა. აი დააკვირდი, ეს არ იყო ქართულ მუსიკაში. ანუ ქართულ მუსიკაში არ იყო ტიპი, რომელიც ეს თავის ტრავმებზე, რომელიც თვითონ გადახდა. ეხლა ჩემი თაობის ხალხი, მე არ ვიყავი პანკი და ის, მაგრამ ორჯერ მე გადამაგდეს კინაღა მაჭარის წინ, ვიღაც ღამე ტიპს არ მოვეწონე ვიზუალი თმები და კინაღა მაგდე, ეხლა ეგენი რა დღეში იყვნენ, ხო? ხო და ეხლა ეს ხო უკვე იყო ღირებულება ქალაქის და ტიპებმა პირველებმა ეს თბილისის სიმღერები ხო იცი მზის და ვარდების ქვეყანა და სადაც გინდა იგი ლოცე და აი სადაც გინდა იგი ლოცე არის ნაბოზარი ქალაქი ბნელი მხარი და დედას გიტირებენ პროსტა რა თუ შენ არ ხარ იმ პონჩი რა პონჩიც უნდა რომ დაგინახოს ზუსტად მაგა დაანახეს ეს თბილისი რაც მანამდე არ იყო ვაფშე ვაუ მაგარი ხო და ეს რო წამოვიდა უკვე და ეს ერთია რომ შენ ამის თქმა გინდა და მეორე ამაში როგორ ახორციელებ მუსიკალურად აი რეცეპტის პირველი ინკარნაცია რაც იყო 91 წლამდე ეს იყო პიზდეცი